გაგვაჩნია, ჩვენ გაგვაჩნია ვალდებულებები, მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ამორჩეული წინო. ვალდებულება მარტო ხალხთან გაქვთ თუ ყოფილ პრეზიდენტთანაც, სადაც ახლა კონსულტაციებზე არის, რამდენადაც ცნობილი არის თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩასული. მან საჯაროდ მოგიწოდათ თქვენს პარტიას, რომ შებრძანებულიყავით იმ ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტში. რამდენად აქვს მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას თქვენს პარტიაში გავლენა, ასე ვთქვათ? ახლა ისე უნდა გითხრათ, რომ როგორც ჩანს, ცუდად მოემზადეთ და არ წაიკითხავთ ჩემი პოსტი, იმიტომ რომ მე პირველივე წამში ბატონო გიორგი, ძალიან კარგად ვიცით და მაყურებელმა ბატონო გიორგი, თქვენ ალბათ კლასი დაგივარდათ, პირდაპირ მინდა კითხოთ. ადრე ასეთ რაღაცებს არ შვებოდით ხოლმე ეთერში და რატომ გაქვთ ასეთი თავდასხმის სტილი არჩეული? ბატონო გიორგი, მე შემიძლია თქვენი ბიოგრაფია თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ, მათ შორის იქაც ვიყავი, გლდანის ეკლესიაში რო იყავით შეჭრილები. თუ გახსოვთ. მაშინაც ვიყავი იქ, როდესაც ტელეკომპანია იბერიაში შემოვარდით და რა განცხადებებსაც აკეთებდა, მაშინაც ძალიან კარგად ფაქტორ. ძალიან ბევრი რამე ვიცი თქვენზე და მოდით გამოცდას ნუ მომიწყოთ ახლა ეთერში. კარგი, ძალიან კარგია ეს ვახსენეთ. ერთ-ერთი უვიცობა და მკრეხელობა, როცა იმ მწვალებელთა გუნდს ვინმე უწოდებს ეკლესიას. ეკლესია არის პატრიარქის მიერ ხელდასმული მღვდლის მიერ რაც გინდა იყოს, არავის არ აქვს შეჭრისუფლება იმ მეთოდებით, ბატონო გიორგი. ბატონო გიორგი, ვერაფრით ვერ გაამართლეთ იმას, როგორც შემოვარდით ტელეკომპანია იბერიაში, ჟურნალისტი ვიყავი მაშინ და მახსოვს თქვენი განცხადებები, მოგწონდათ მაშინ ტყუების როლა ჰაერში. არ გამოგივათ, არა, თქვენ არ გამოგივათ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. აი, გიორგი ბარამიძეს. არ მოხდეთ ესეთი საუბარი და არაფერი უბრალოდ არ მინდა მე ამ სტილით ჩემი სტილი არ არის ეს რესპონდენტთან მთელი გადაცემის განმავლობაში ცდილობდით თავდასხმას და მიიღეთ ჩემგან პასუხი უბრალოდ სისულელების ლაპარაკს უნდა ბატონო გიორგი სიტყვები შეარჩიეთ სისულელები მე თქვენ უნდა იცოდეთ ალბათ ჟურნალისტთან როგორ ისაუბროთ იმეჩი მე არ ყოფილა იბერიაში არა იბერიაში ბატონო გიორგი იბერიაში დიახ თქვენი განცხადებები ძალიან კარგად მახსოვს რომ ხელისუფლებაში იყავით მაშინ და სვანეთის მოვლენებზე რა სიტყვით ბატონო გიორგი რა მოემზადებით და თქვენ მოემზადებით ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი კომში შეგვეძლება ვისაუბროთ კარგად ზანდებოდეთ ბატონო გიორგი მე მგონია რომ რაღაცა დღეს არ იყავით მაინდა-მაინც ინტერვიუსთვის ბზა გიორგი ბარამიძეს უსმენდით თქვენ რაღაცა შეგვიძლია რომ ვაუბრებულება